აშშ-ის ოფიციალური პირები დღეს ელიან მოცურარავე ფრენკ რიპენის ცხედრის მიღებას, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეჯიბრის დროს გარდაიცვალა. წარმოიდგინე, როგორ გრძნობ მზის სიცხეს, რომელიც კანზე გეცემა, როცა ბრწყინვალე წყალში ჩახტები და შენი კუნთები მარტივად ჭრიან ტალღებს, ოკეანეში სრიალებ. გრძნობ, როგორ გეწინააღმდეგება წყალი, ნაცნობი მარილის, ქარისა და ტალღების საბანი. მაგრამ შემდეგ, ყოველი მოძრაობით, მზის მწველი სხივი ენერგიას გაცლის, ხოლო აბაზანასავით თბილი წყალი შვებას არ გაძლევს. შენი კუნთები სუსტება, მაგრამ მაინც წინ მიიწევ, დანებებას არ აპირებ. ნისლის სქელდება და ბუიებს ძლივს ხედავ, რომლებიც გზას გიჩვენებენ. წყალს ითხოვ, რომ გამშრალი ტყელი დაისველო, მაგრამ პასუხად მხოლოდ სიჩუმეს იღებ. ეს პროფესიონალი მოცურავის, ფრენკ რიპენის ნამდვილი ისტორიაა. ზეცაზე მაღლა ანათებდა და ფუჯაირას. არაბთა გაერთიანებული საამიროების აღმოსავლეთ საამიროს ცისფერი წყლები ელავდა. იყო 2010 წლის 23 ოქტომბერი. და ღია წყლებში ცურვის ელიტარული მოცურავეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეიკრიბნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ ფინას 10 კილომეტრიანი მარათონის ცურვის მსოფლიო 1000-ის სერიის ბოლო შეჯიბრში. მათ შორის იყო 26 წლის ამერიკელი ფრენკ რიპენი, ამომავალი ვარსკვლავი, რომელმაც წინა ეტაპი მხოლოდ ერთი კვირით ადრე მოიგო. როდესაც ფრენი იმ დილით 86 გრადუს ფარენჰაიტზე ზღვის წყალში გადაეშვა, მას არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეს მისი სიცოცხლის ბოლო მოქნევები იქნებოდა. როგორც კი წყალში შევიდა, რაღაც უცნაურად იგრძნო თავი. დამწველი ჰაერის ტემპერატურა და აბანოს მსგავსად თბილი წყალი ქმნიდა მძიმე საცურაო პირობებს, მაგრამ ფრენი ცნობილი იყო თავისი მენტალური სიმტკიცით და წინ მიიწევდა. მას არ სურდა, რომ ეს მცირე სიცხე მის ოლიმპიურ ოცნებაზე უარის თქმას აიძულებდა. წინ დიდი შესაძლებლობა მაქვს და ვაპირებ ამ მომენტით ვისარგებლო. დაახლოებით 2 საათის შემდეგ ფრენის სხეული დასუსტა. მან თავის მწვრთნელს უთხრა, რომ წყურვილი აწუხებდა და ბუიების დანახვა უჭირდა დაბურულ სათვალეში. მწვრთნელმა ურჩია, რომ გაჩერებულიყო თუ საჭირო იქნებოდა. ფრენი დამთმობი არ იყო. მან გზა გააგრძელა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოძრაობები სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა. ამ დროს ამერიკელი მოცურავე ალექს მეიერმა შენიშნა, რომ ფრენი როგორც მოსალოდნელი იყო, აღარ იყო მის წინ. მან მთელი ტრასა მოათვალიერა, მაგრამ მეგობარი ვერსად დაინახა. ალექს მოუსვენრობის გრძნობა დაეუფლა, როცა დარჩენილი მოცურავეები ერთი მეორის მიყოლებით ფინიშს კვეთდნენ, მაგრამ ფრენი მაინც არ ჩანდა. შეშფოთებულმა ალექსმა წყალში დაბრუნდა და დაბრუნება გადაწყვიტა, რომ დაკარგული თანაგუნდელი მოეძებნა. სხვა მოცურავეებიც მალევე შეუერთდნენ ამ სასოწარკვეთილ ძებნას და თვალს ადევნებდნენ ახლა უკვე შემზარავად სარიელ ზღვას. 30 მტანჯველი წუთის შემდეგ უსაფრთხოების მკვინთავმა ბოლოს ფრენის უგონო სხეული სანაპიროდან სულ რაღაც 100 იარდის მოშორებით შენიშნა, რომელიც სიცოცხლის ნიშნების გარეშე ბოლო მოსაბრუნებელი ბუის ქვეშ ტივტივებდა. მათ სწრაფად ამოიყვანეს ფრენი წყლიდან და ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. წარმოუდგენელი მოხდა. ელიტარული სპორტსმენი, რომელიც ფიზიკური ფორმის პიკში იყო, ცურვის შეჯიბრის დროს დაიღუპა. მისი სიცოცხლე სავსე ენერგიით მხოლოდ 26 წლის ასაკში შეწყდა. ყველას ერთი კითხვა აწუხებდა: რა დაემართა ფრენკ რიპენს? როგორ შეიძლებოდა ელიტარული სპორტსმენი, რომელიც ცურვაში უმაღლეს დონეზე იყო, წყალში დაღუპულიყო? ჩვენ ყველა გზას გამოვიკლევთ, რომ გავიგოთ, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, თქვა მისმა დემ მედიმ ინტერვიუში. ცურვის ღონისძიებაზე არ უნდა მოხდეს დახრჩობა, დაამატა მან. ის თავის სფეროში უმაღლეს დონეზე იყო. ფრენკ რიპენი თითქოს დაბადებული იყო იმ წყალში საცურავად, რომელმაც საბოლოოდ მისი სიცოცხლე შეიწირა. ფილადელფიის გარეუბნებში გაზრდილ ფრენს ყოველთვის წყალი იზიდავდა. მან კონკურენტულ ცურვაში მონაწილეობა 6 წლის ასაკში დაიწყო. ის თავის 3 უფროსი დის გვალს გაჰყვა. რიპენები ნამდვილი საცურავო ოჯახი იყვნენ. ფრენის უფროსი და მედი 2000 წლის ოლიმპიურ გუნდშიც კი მოხვდა. აუსში ფრენი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა. მან ჯერმანტაუნის აკადემიაში პირველივე წელს ძირითად გუნდში ადგილი დაიმსახურა და გუნდს 4 ზედიზედ ლიგის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. 2002 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ფრენის საცურაო სტიპენდიით ვირჯინიის უნივერსიტეტში წავიდა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ის აუსში სრულიად დომინირებდა. მან 11 ოლ-ამერიკანის წოდება მოიპოვა და ორჯერ გახდა ატლანტიკური სანაპიროს კონფერენციის წლის მოცურავე. კოლეჯის შემდეგ ფრენმა ყოლედრება საერთაშორისო შეჯიბრებებზე გადაიტანა. მან მედლები მოიპოვა პანამერიკულ თამაშებზე, მსოფლიო ჩემპიონატებზე და ფანსკნარი ოკეანის ჩემპიონატებზე რთულ 10 კილომეტრიან ღია წყლის დისტანციაში. თავისი კმაწყვილური მომხიბვლელობით, გადამდები ღიმილით და მძაფრი კონკურენტუნარიანობით, ფრენი გახდა ლიდერი აშშ-ის ეროვნულ გუნდში და თავისი სპორტის ამომავალი ვარსკვლავი. 2012 წლის ოლიმპიურ გუნდში მოხვედრა მისი უმთავრესი ოცნება იყო. გამარჯობა, მე ვარ ფრენკ რიპენი, აშშ-ის 6 გზის ეროვნული ჩემპიონი. მიუხედავად იმისა, რომ ფრენის ცურვაში მიღწევები შთამბეჭდავი იყო, ადამიანებს ყველაზე მეტად მისი თბილი და გულწრფელი ხასიათი ახსოვდათ. თანაგუნდელები საუბრობდნენ მის დამრიგებლობასა და სპორტულ სულისკვეთებაზე. უმცროსი მოცურავეები ფრენს მისაბაც მაგალითად თვლიდნენ იზიდავდათ მისი ქარიზმა და წახალისება. მწვრთნელები აფასებდნენ იმ ვნებას, რომელსაც ის ყოველდღე აუზზე გამოხატავდა. ყოველთვის ცდილობდა საუკეთესო ყოფილიყო.
მრავალმხრივ ფრენკ კრიპენი სპორტის ყველა დადებით მხარეს განასახიერებდა. მას ძალიან უყვარდა ის მეგობრობა, რომელიც მძიმე ვარჯიშებით და საერთო მიზნებისკენ სწრაფით ყალიბდებოდა. ფრენისთვის ერთადერთი რამ, რაც წყალში ყოფნაზე მეტად უყვარდა, იყო თავისი ვნების სხვებისთვის გაზიარება. მას შემდეგ, რაც 2008 წლის ოლიმპიურ გუნდში მოხვედრა, სულ ცოტა დააკლდა. ფრენი სახლში დაბრუნდა და თავისი საშუალო სკოლის გუნდში მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც განაგრძობდა დაბრუნებისთვის ვარჯიშს, მომავალი თაობის მოცურავეების დახმარება და მათთვის მენტორობა დიდ სიხარულს ანიჭებდა. თუმცა ფრენი ასევე აცნობიერებდა სპორტის საფრთხეებს. მას შემდეგ რაც წლების განმავლობაში მონაწილეობდა რთულ ღია წყლის შეჯიბრებებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. წერილებში, რომლებსაც შეჯიბრების ორგანიზატორებს უგზავნიდა, ის ხაზს უსვამდა ტრასაზე საკმარისი უსაფრთხოების პერსონალის აუცილებლობას. მან საკუთარი გამოცდილებით იცოდა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება ყველაზე გამოცდილი მოცურავეც კი დაიბნეს, ან შეუმჩნევლად წყლის ქვეშ აღმოჩნდეს. ფრენი ყველა სპორტსმენის სახელით საუბრობდა, რომლებიც იმსახურებდნენ უსაფრთხო და კონტროლირებად გარემოს, როდესაც საკუთარ შესაძლებლობებს ფიზიკურად ამოწმებდნენ. მას რა დაემართა ფრენკ კრიპენს? ის ახალგაზრდა ძლიერი და გამოცდილი იყო და მზად იყო ოლიმპიური ღია წყლის ცურვის გუნდში შესასვლელად. ფრენკ კრიპენის გარდაცვალების ამბავმა შოკი გამოიწვია ცურვის საზოგადოებაში და მაშინვე გაჩნდა დაპირისპირება მისი გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით. ერთი თეორია იყო, რომ კრიპენმა ძალიან ბევრი სითხე დალია, რამაც ელექტროლიტების ბალანსი დაარღვია და სასიკვდილო ნატრიუმის დისბალანსი გამოიწვია. მაგრამ ეს ექსპერტებმა უარყვეს. მოცურავეების სითხის მიღებასთან შეგვების გათვალისწინებით, როგორც ვარჯიშის, ისე შეჯიბრების დროს. სხვები ვარაუდობდნენ, რომ კრიპენი გრძნობდა ზეწოლას. არ დაეტოვებინა რბოლა. მიუხედავად იმისა, რომ ცუდად იყო, რადგან შიშობდა, ეს მის ოლიმპიურ იმედებს საფრთხეს შეუქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცურვის კულტურაში არსებულ პრობლემებზე თითებდა, ეს მოსაზრებად სადავო იყო, რადგან ყველა მონაცემით, ფრანი რბოლის დასაწყისში თავს ძლიერად გრძნობდა. როდესაც დეტალები კიდევ უფრო ირკვეოდა, ამინდის პირობების შესახებ ანგარიშებმა რბოლის პერსონალს მძიმე ბრალი დასდო. იმ დღეს აუტანელი სიცხე იყო. ჰაერის ტემპერატურა თითქმის 100 ფარენჰაიტს უახლოვდებოდა, ხოლო წყლის ტემპერატურა 86 ფარენჰაიტს აჭარბებდა, რაც სპორტსმენებზე უკიდურესად დიდ დატვირთვას ქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ კრიპენმა თავის მწვრთნელს უთხრა, რომ ხედვასთან პრობლემები ჰქონდა და სულ უფრო მეტად წყუროდა, მან მაინც გააგრძელა ცურვა. არა მხოლოდ წყლისა და ჰაერის ტემპერატურა იყო საშიშად მაღალი, არამედ ტრასაზე პერსონალის ნაკლებობამ კრიპენის გაჭირვების დროულად შემჩნევა შეაფერხა. სპორტსმენებს თავად და მათ კონკურენტებს უნდა ედოთ პასუხისმგებლობა ერთმანეთის მდგომარეობის მონიტორინგზე. კრისტინ ჯენინგსი, ამერიკელი მოცურავე, რომელიც ამ შეჯიბრში მონაწილეობდა, მასაც გაუჩნდა გართულებები და ინტრის პირობებით უკმაყოფილო დარჩა. ჯენინგსმა წყალში რამდენჯერმე აღებინა, თავბრუსხევა დაეწყო და ტრასიდან გადაუხვია. შეეშინდა, რომ გონებას დაკარგავდა. მან დახმარება ითხოვა, მაგრამ ღონისძიების არც ერთი წარმომადგენელი არ მიეშველა. მას რბოლის დასრულება ძალისხმევით მოუწია. ეს კატასტროფა იყო, უთხრა ჯენინგსმა Washington Post-ს. რამდენიმე წუთის განმავლობაში ზურგზე ვტივტივებდი და ვფიქრობდი, რატომ არავინ ამოწმებს როგორ ვარ. როგორც ASHS-ის ცურვის ფედერაციის, ასევე FINA-ს გამოძიებებმა აჩვენა, რომ შეჯიბრის ორგანიზატორების მხრიდან არასაკმარისი უსაფრთხოების ზომები იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი. 1908 წელს დაარსებული საერთაშორისო ცურვის ფედერაცია არის ცურვის ღონისძიებების საერთაშორისო მმართველი ორგანიზაცია. იმ პერიოდში FINA-ს ღია წყლის შეჯიბრებებზე წყლის ტემპერატურის ზედაზღვარი არ ჰქონდა დადგენილი. არც ჰაერის ტემპერატურა და არც ჰაერისა და ცხეწყლის კომბინირებული მაჩვენებლები არ იყო გათვალისწინებული შეჯიბრის დაწყებამდე. წყლის ტემპერატურა თითქმის 6 გრადუსით აღემატებოდა FINA-ს რეკომენდებულ ზღვარს. მაშინ როცა ჰაერის ტემპერატურა თითქმის 100 ფარენჰეიტს უახლოვდებოდა. მიუხედავად ამისა, სიფრთხილის გამოჩენის ნაცვლად, ორგანიზატორებმა მაინც დაიწყეს შეჯიბრი. არ არსებობდა არც ტემპერატურის შესაბამისი პროტოკოლები და არც საჭირო პერსონალი, რომელიც ადგილზე იქნებოდა და სპორტსმენებს გაჭირვების შემთხვევაში დააკვირდებოდა. იმავე შეჯიბრში, რომელმაც ფრენკ კრიპენი იმსხვერპლა, კიდევ 3 მოცურავე საავადმყოფოში გადაიყვანეს. FINA-ს პრეზიდენტმა დოქტორმა ხულიო მაგლიონემ განაცხადა, რომ ეს იყო პირველი სიკვდილი FINA-ს ნებისმიერ ღონისძიებაზე. FINA-ს მიერ კრიპენის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა მოითხოვა ღია წყალში ცურვის უსაფრთხოების რეგულაციების განგლობის განახლება. ანგარიშის დასკმით, კრიპენი შესაძლოა გარდაცვლილიყო გულის ანომალიის ან უკონტროლო ვარჯიშით გამოწვეული ესთმის გამო. არახელსაყრელ გარემო პირობებში გამართული შეჯიბრისას. მაგრამ ზოგიერთმა იგრძნო, რომ ამან ბრალი აარიდა იმ დღის საშიშ პირობებსა და უსაფრთხოების ზომების ნაკლებობას. ეკნებოდა ფრანს გულის ან ფილტვების პრობლემები წყალში, რომ არასაშინელი პირობები. სად იყო უსაფრთხოების ჯგუფი, რომელმაც ვერ გაიგო, რომ ის დაკარგული იყო. სანამ მისი ცხედარი არასხედარი არ აღმოაჩინეს შეჯიბრის დასრულებისედან 2 საათის შემდეგ. ტრაგიკულად, ფრანის ადრინდელი მოწოდებები მეტი სიფრთხილისკენ უგულებელყვეს ძალაუფლების მქონეებმა, რამაც სიცოცხლე დაუჯდა. ერთ წამში კრიპენებმა დაკარგეს საყვარელი შვილი და ძმა. ფრანის სინათლე უაზროდ ჩაქრა სხვების დაუდევრობის გამო. მათ დიდ მწუხარებაში კრიპენებმა საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, რომ არც ერთ სხვა ოჯახს აღარ მოუწიოს იგივე თავიდან აცილებადი დანაკარგის გადატანა. მათ დააარსეს ფრენკ კრიპენის Elevation ფონდი, რომლის მიზანია სპორტსმენთა უსაფრთხოების გაუმჯობესება და გადასცემდნენ გრანტებს მოცურავეებს, რომლებიც ფრანის სულისკვეთებას ასახავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი შეავსებდა ფრანის არ ყოფნით დატოვებულ სიცარიელეს, კრიპენები ცოტაოდენ ნუგეშს პოულობდნენ იმაში, რომ მისი მემკვიდრეობა გაგრძელდებოდა მათში, ვინც მას თააგონა. ჯერმანთაუნის აკადემიაში მისი მშობლიური ქალაქის აუზს ფრენკ კრიპენის სახელი მიენიჭა, რაც მისი სპორტისადმი ვნების მუდმივი პატივისცემაა.
სამახსოვრო ცურვები გაიმართა აუზებსა და სანაპიროებზე მსოფლიოს გარშემო, რაც ფრანის საყვარელ გარემოში მისთვის ძვირფას ადამიანებს აერთიანებდა. თუმცა, როდესაც მედიმ ფრანკ რიპენის სახელით მიიღო წლის ღია წყლის მოცურავის გარდაცვალების შემდეგ მინიჭებული ჯილდო, Team USA-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე რამდენიმე თვის შემდეგ, მის სახეზე ღიმილმა ვერ დაფარა ოჯახის გულში დარჩენილი მწუხარება და ბრაზი მათი ძმის უაზრო დაკარგვის გამო. ჯერ კიდევ ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი. მას შემდეგ რაც ფრანი გარდაიცვალა, 10 წლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც ელიტარულ, ასევე მოყვარულთა ღია წყლის ცურვის ღონისძიებებზე უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. სავალდებულო გახდა წყლის ტემპერატურის ლიმიტები და ასევე საჭირო გახდა უსაფრთხოების ის პერსონალის ყოფნა ტრასაზე. ფრანის სიმამაცემ რომ გაეჟღერებინა ხმა სახიფათო პირობების წინააღმდეგ, ბიძგი მისცა მნიშვნელოვან რეფორმებს. მისი სიტყვები და ღირებულებები ახლა უკეთ იცავს იმ სპორტსმენებს, რომლებიც მის კვალს მიყვებიან. მიუხედავად იმისა, რომ ფრანკ რიპენის არ ყოფნა აუსთან დღემდე მძაფრად იგრძნობა, ფრანი მხოლოდ ოლიმპიური ოცნებებისკენ მიმავალი ნიჭიერი მოცურავე არ იყო. ის იყო უანგარო თანაგუნდელი, შთამაგონებელი ლიდერი და თავდადებული მწვრთნელი, მტკიცე ხასიათისა და პატიოსნების ადამიანი. 10 წლის შემდეგაც კი მოცურავეები მთელ მსოფლიოში ყოველ 23 ოქტომბერს, იმ დღეს, როცა სპორტმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ვარსკვლავი დაკარგა, ფრანის პატივსაცემად წყნარ წყლებში ყვავილებს ტივტივებენ. ყვავილები მშვიდად ტივტივებენ ზედაპირზე, როგორც ღირსეული პატივი, სანამ ჩაძირვას დაიწყებენ. ტალღების ქვეშ, ფურცლები სულ უფრო ღრმად ეშვებიან ლურჯ სიღრმეში. ზემოთ კი მხოლოდ ტალღები რჩება და მსოფლიო რჩება ფიქრში, რა სიმაღლეებისთვის შეიძლებოდა მიეღწია ისეთ სულს, როგორიც ფრანკ რიპენი იყო, რომ მისთვის შანსი მიეცათ.